მოკლედ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს არის დათის ბაქარების კოლექცია. დღეს ჩვენი განხილვის თემა არის ყველაზე კარგად ცნობილი თქვენთვის სახელს აღარ დავასახელებ და Fiat 125P. აი ეს ბაქარა უკვე იცით, სახელს აღარ დავასახელებ, მაგრამ მაინც დავასახელებ 82106, იგივე 06. კარგი შეკრული შესტი. დღეს გვექნება თემა ამ ორ ბაქალაზე, რა საერთო აქვთ ამაებს ერთმანეთში, რა საერთო აქვთ, აი ამ ორს ერთმანეთში, აი ეს. რა საერთო? ის საერთო აქვთ, რომ ამისგან არის კოპირებული ეს არის ამისგან კოპირებული. ეს არის Fiat 125P, იგივე პოლონური Fiat-ი. 06 არის რუსული. 06 არის რუსული. ეს არის იტალიური. ეს არის რუსული ვერსია Fiat-ი, უკვე ლადა არის. და ეს ბაქარა გამოდიოდა 1967 წელს გამოვიდა პირველი მოდელი ამისი და 1991 წელს შეწყვიტეს და ეს გამოდიოდა 1976 წლიდან 2006 წლამდე 30 წლის განმავლობაში. რა ცოტა, არ არის ცოტა, მაგრამ 30 წლის განმავლობაში გამოდიოდა 2006 წლამდე. მაგრამ მე არ წარმომედგინა, რომ 2006 წლამდე გამოდიოდა ფაქტიურად ეგრე იყო, აი ნივა არის 1 წლით პატარა მასზე. ნივა არის 1 წლით პატარა. მართალია თქვენ ახლა არ ხედავთ კადრში 82103-ს, რომელიც მაქვს, წვალეფერის, რომელსაც ჯერ არ განახებთ. რაც შეეხება ამ ორ მოდელს, Fiat-ი დღემდე არის და ლადაც, რა თქმა უნდა, ეს ორი კომპანია, მაგრამ აი ცოტა ნივაზეც გავამახვილოთ ყურადღება, ნივას ძველი ნივებს პირველ გამოშვებებს უკან აქვთ ესეთი ფარები და რულიც 06-ის და მატორიც ხანდახან 03-ისაც გქონდათ და ხანდახან რა თქმა უნდა თავისისაც, მაგრამ თავისიც ჰქონდა და აქვს და იქნება თავისი ყოველთვის და რაც შეეხება ეს ბაქარა ყველას ყავდა, ჩემს ახლობლებსაც მათ შორის ჩემ დიდ ბაბუა ჩემს, რავი, ჩემი დიდი ბაბუის 06-ი მე პაპაჩებს ყავდა, როგორ გითხრათ, მაგრამ აი ყველას ყავდა რა. ფაქტიურად 06-ი ყველას ყავდა. მამაჩემსაც, მამაჩემს იგივე იყო. მამაჩემის მეგობრებს ზოგიერთ მეგობარს ყავდა და ზოგიერთ როგორ დედაჩემისაც, რავი. აი, მაგრამ ასეთი 06 არის პოპულარული ყველაზე მეტად. შედარებით სხვა მანქანებთან, იმიტომ რომ ყველა მე მინახავს, რომ უმრავლესობას ეს მანქანა ყავდა საბჭოთა კავშირში და რო ამბობენ უკვე რომ ყავდა ჯერის მანქანა ყავდა და მე 06 ვიყიდო, ვოლკა ყავდა და მე 06 იყიდა, მაგალითად ჩემ დიდ ბაბუა ჩემს, რომელიც მოგიყვებით მაგას, ესე იგი მამაჩემ მოგითხრა რომ გავყიდეთ ვოლგა, რომ 06 ვიყიდეთ, რაც 06 ვიყიდეთ, რაც ვოლგა გავყიდეთ ვოლგა 24, რომელიც ჯერ არ არის განხილვა. კიდე როგორ გითხრათ, ეს მანქანა მოგიყვებით რა, ესეთი მანქანა იყო კანადური ვერსიაც, რომელიც გამოდიოდა და 80-იან წლებში გადიოდა კანადაში, ესეთი საფრანგეთშიც გადიოდა, როგორც ნივაც გადიოდა, ფრანგებს ევასებოდათ ეს ორი მანქანა. და რაც შეეხება ახლა ამ ორ მანქანას ერთმანეთში აქვს საერთო, იმიტომ რომ პირველი ჟიგული რომ გამოვიდა 01 ის არის კოპირებული Fiat 124-ისგან. ამაზე უკვე არ ვისაუბრებ, არ არის საჭირო, მაგრამ ფაქტიურად აი ამ ორ მოდელს ერთმანეთში აქვს საერთო, მაგრამ განსხვავებული არის. ერთი და იგივე ფერი აქვთ, გავს.
რუჩკები არ ვიცი კარს რო აღებ სახელურები ერთნაირი აქვს იგი ერთი და იგივე რომელიც ნივებსაც აქვს ფაჯრები ერთი და იგივე აქვს თითქოს სალონის ერთნაირია ახლა არ ჩანს აქედან ესე ერთნაირია და როგორ გითხრათ ერთნაირია და ერთნაირი მატყურები აქვს ძალიან გავს მაგრამ ყველაფერში განსხვავდება ზოგიერთ რამეში აი ამ ნიკელებში პანელებში ცხაურებში განსხვავდება პანელები ისეთ როგორ პანელებში იმებში ხო მაგებში განსხვავდება მაგრამ მაინც ერთი და იგივეა რა მაინც ერთი და იგივე არ არის თქვენი აზრით აი მაინც ერთი და იგივეა მაგრამ ეს მანქანა გამოდიოდა 90-იან წლებშიც 90-იანებში მისი ხარისხი გაფუჭდა მამაკაცს კარგ შეკრულ შესაძლებელი და ესე რაღაცა გამოთქვა იყო სასაცილო კაცი თუ იყავი კაცური ნორჩეს და ქუდი არ გეხულა და 24-ზე გეხურა ვულკანზეო და ამაყო აღარ ვისაუბრებ მაგაზე მაგრამ ესე იგი ეს მანქანის ხარისხი გაფუჭდა 90-იანებში ხარისხი როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა იმის მერე გაფუჭდა მანქანის ხარისხი და რავი როგორ გითხრათ მაგრამ აი ისეთი იყო რა როგორც სხვა მანქანები ყველაფერი გაფუჭდა და რა უფრო რაღაც დაამახინჯეს არ ვიცი მაგრამ მე არ ვიცი 90-იან წლებში არა ვარ დამადებული მაგრამ ის ვიცი რომ პოპულარულია და თუ რამე თემა გამოტოვე აუცილებლად რავი როგორ გითხრათ ახლა ეს მოდელი ორივე მოდელი მომწონს ორივე მაქვს მაგრამ რა თქმა უნდა 03-ით და 02-ით რომელიც ჯერ არ განახებთ მაგრამ მეგონი რაც თქვი არ დაგავიწყდეთ არხი ხის გამოიწერეთ არხი და ლაიკეთ ვიდეო და მე დაგებშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ და სამშაბათს შევხვდებით 24 დეკემბერს და ნახვამდის